ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩი გორის დილამ თელავს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, რასაც შოთა შეყილაძის ზედიზეთ 3 გოლი მოჰყვა. თითო გოლი კი ჟუაო კოშტამ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანეს. თელაველთა მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი ახალგაზრდა დავით კუტალია გახდა. მომდევნო მატჩს გორელები 1 აპრილს შინ გარეჯის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. როლექსში მოხარული ვარ, რომ ესეთი ანგარიში დამთავრდა მატჩი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. 6-1 გავამარჯვეთ, დამაჯერებლად მოვიგეთ და კარგია ის, რომ შემდეგ ტურში ხვდებით ესე გახარებული და კარგ ხასიათზე. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, ძალიან გვჭირდებოდა დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში. ძალიან მიხარია, რომ გავახარეთ გორელი გულშემატკივარი. ძალიან დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადავუხადო მათ მოსვლისთვის, გვერდში დგომისთვის და ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენი თამაში ვიპოვეთ, 6-1 მოვიგეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საშინაო შეხვედრებს მოგებით დავასრულოთ. მინდა მიულოცო ჩვენს გულშემატკივრებს დღევანდელი ჩვენი წარმატებით თამაშის დამთავრება. ორმაგად სასიამოვნოა, როცა მოიგებ დიდი ანგარიშით და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ჩვენ ახლა ზედიზედ კიდევ 2 თამაში სახში გვაქვს და ვფიქრობ, კარგ ხასიათზე შევხვდებით ამ 2 თამაშს და იმედია ისევ ვასიამოვნებთ ჩვენს გულშემატკივრებს.